გამარჯობათ, მოგესალმებით. ეს არის სათემო რადიო კასპის ხმა. მე ვარ წამყვანი მაია ქესაური. ამჟამად ვიმყოფები კასპის ნომერ 3 საბავშვო ბაღში და ჩემთან ამ რადიოს ჩემი ხმა, კასპის ხმა, სტუმრად ბრძანდება ღვაწლმოსილი ქალშრომელი ელენა შარიქაძე. გამარჯობათ ქალბატონო ელენა. მოგესალმებით. სასიამოვნოა თქვენთან ინტერვიუს აღება, რადგან ვიცი რომ ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი დიალოგი შედგება ჩვენ შორის. მე მინდა გაეცნოთ ჩვენს მაყურებელს, როგორ დაიწყეთ მოღვაწეობა ამ საბავშვო ბაღში და როგორ მიმდინარეობს დღესდღეობით თქვენი საქმიანობა, როგორც ღვაწლმოსილი პედაგოგი, აღმზრდელი და ფსიქოლოგი. მადლობა, მოგესალმებით. მე ვარ ელენა შარიქაძე. მუშაობ კასპის ნომერ 3 საბავშვო ბაღში. ამ ბაღს 50 წლის ისტორია აქვს. ბაღმა გამოიარა ძალიან ბევრი რთული და კარგი დღეები. 16 წლისა მოვედი ამ ბაღში. ადგილი, სადაც იყო სუფევდა ყოველთვის სითბო და სიყვარული. ადგილი, სადაც ბევრი თაობა გაიზარდა. ყოველთვის იყო წესრიგი. ყველა თანამშრომელი ზრუნავდა ბავშვების გონებრივ, ფიზიკურ და სულიერ განვითარებაზე. ბევრი ღვაწლმოსილი პედაგოგი დამხვდა ამ ბაღში. ძალიან ბევრი რამ ვისწავლე მათგან. გუშინდელი დღესებ მახსოვს ჩემი პირველი დღე. აღფრთოვანებული ვიყავი, თითქოს ცოტა დაბნეულიც. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო აქ მუშაობა, რადგან აქ ბავშვთან ურთიერთობა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ეს ის ასაკია, რომელიც ბავშვი ნაზია, მგრძნობიარია. თან ამავდროულად ბედნიერებაც არის ბავშვთან მუშაობა. თავიდან ვიყავი აღმზრდელ პედაგოგი. თან პარალელურად სწავლობდი სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტში პედაგოგ ფსიქოლოგად. გავიდა წლები, მეტი გამოცდილება მივიღე მუშაობის და უკვე დაახლოებით 13 წელია მუშაობ ჩემი სპეციალობით პედაგოგ ფსიქოლოგად. გავიდა წლები, ბევრი თაობა აღზარდე, ბევრი სირთულეები იყო, მაგრამ მაინც საინტერესო. იცით რა არის, ბავშვთან სხვა სიახლოვე გაქვს, მეგობარი ხარ. თანატოლი ხდები. მიუხედავად იმისა, რომ აქ არიან სკოლამდელი ახსაზრდის ბავშვები. ჩემი მეგობრები არიან, ბავშვს უნდა მოусმინო, მეგობარიც ხარ. ბავშვს თავისი სამყარო აქვს, რასაც გაფრთხილება უნდა. ამიტომ არის რთული საბავშვო ბაღში მუშაობა, მაგრამ ამავდროულად ძალიან საინტერესოც. ქალბატონო ელენა, ძალიან საინტერესოდ საუბრობთ და მე ვიცი, რომ ეს ყველაფერი ეხმარება ბავშვს, რომ ადაპტაცია მოახდინეს საზოგადოებაში, შემდგომ ურთიერთობა გაუადვილდეს როგორც სკოლაში პედაგოგებთან, ასევე მის თანატოლებთან და ნამდვილად მას სწორად აღნიშნეთ თქვენ, რომ ეს ფსიქოლოგიური მიდგომა მას ინფორმირებულობის ხარისხს უმაღლებს, რომ შემდეგ ბაღის შემდგომი ნაბიჯები და ცხოვრების ეტაპი, ის ეტაპი, რასაც ქვია მე სკოლაში შესვლა, გაუადვილდეს, ხო, მეთანხმებით? ნამდვილად კარგი კითხვა დამისვით. აი ჩემი სპეციალობიდან გამომდინარე მეხმარება ეს. ნახეთ, ბავშვი მოდის ჩვენთან, ჩვენ გვენდობა. ჩვენ იმდენ ყველაფერი უნდა გავაკეთო, მე მაგალითად პირადად ჩემმა კოლექტივმა, რომ მისი ემოციები დავინახო, ნახატით, ზღაპრით, მიდგომით. ნახეთ, ჯერ გენდობა ბავშვი. ბავშვმა დობა უნდა დაინახოს,
მე ნელ-ნელა იხსნება, რომ შენამდე მოვიდეთ. ამიტომ არის თავიდან რომ ვთქვი, რომ დიდი პასუხისმგებლობა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს დიდი ბედნიერებაც არის. კი, მესმის მე თქვენი და მე მინდა რომ ერთი შესწორება კი არა და ერთი კარგი ამბავი შევიტანო ამ ჩვენ ინტერვიუს პერიოდში, რომ მე და ელენა ვართ კლასელები, ჩვენ ერთად მოვდივართ და ცხოვრებამ ისე სასიამოვნო და სახალისო საუბარი წარმართა ჩვენს შორის, რომ იმდენად აღფრთოვანებული ვართ, იმდენად სავსეა ჩემი გული, რომ ჩემი თანაკლასელი ემსახურება მომავალი თაობის აღზრდას და აი სულს და გულს დებს ამაში. ჩემთვის ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება, რომ ასე შევხვდით ცხოვრების მეგზურად ვართ ერთმანეთის, თუნდაც შეიძლება ყოველდღიური სისტემატიური ურთიერთობა არ გვაქვს, მაგრამ იხარია, რომ მესმის ელენას წარმატება დარწმუნებული ვარ, რომ ელენასაც რა თქმა უნდა ჩემი წარმატება უხარია და პროფესიულად რომ ვითარდებით და ჩემთვის ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება, რომ აი ასეთი საპასუხისმგებლო პოზიცია გიკავიათ ამ საბავშვო ბაღში. და კიდე მე მინდა ერთი ასეთი კითხვა დაგისვათ. აი როგორი დამოკიდებულება გაქვთ ბავშვის აღზრდისადმი, რაც შეეხება აი თქვათ გართობის ცენტრი თუ არის აქ, აი თუ არის წიგნები, ბიბლიოთეკა, რასაც აი ბავშვები ეცნობიან და აი ეს უწყობთ მათ ხელს, აი ჩვენ ბაღში ღონისძიებები იმართება, ერთი წუთი არ გვაქვს მოსვენება. დღის რეჟიმი რომ შემოვდივართ, უკვე მზად ვართ ჩვენი ჯარისკაცები ხართ თქვენ, სადარაჯოზე დგეხართ აი ამ ბავშვების გაჩერდები, იმიტომ რომ ბავშვი გიყურებს, პასუხისმგებლობა გაქვს ხომ, იმართება ღონისძიებები, ყველა დღე საინტერესოა და განსხვავებული, მაიკო. ვერ ვიტყვი, რომ ყველა დღე საინტერესოა და განსხვავებულია. იმართება ღონისძიებები, აგერ ვემზადებით, ჩვენ აღვნიშნეთ 50 ბაღმა აღნიშნა 50 წლის იუბილე, ძალიან დღესაც მახსოვს ისეთი იმით სტუმრები ყავდა მოწეული, ბევრი ღვაწლმოსილი პედაგოგი გავიხსენეთ, ძალიან საინტერესო და ბევრი ღონისძიებებს გეგმავთ მის გარეშე ბაღი ფუნქციონირებას წარმოუდგენელია, გეთანხმებით. აქ ისეთი არის სითბოა და სიყვარულია და ისეთი გუნდურობაა ერთიანი ძალებით, სხვანაირად ვერ ვიმუშავებთ. რაც რა თქმა უნდა, ერთ-ერთი არის პრიორიტეტი, რომ მშობელი შვიდად გაბარებთ თქვენ თავის შვილს იმისთვის, რომ ჩამოუყალიბოთ მას ის პიროვნული თვისებები, რაც შემდგომში გამოადგება ცხოვრებაში. ყოველთვის ჩემი ფორმულაა, ჩემ მშობლებს ალბათ მომისმენენ და ვეტყვი ხოლმე ჩათვალეთ, რომ თქვენ სახლში არიან ბავშვები, აქ ისეთი გარემოა, ისეთი სიყვარულია, ისეთი სითბოა, რა თქმა უნდა, არ მინდა უნდა აღვნიშნო ეს ძალიან დამოკიდებულია ეს ყველაფერი ხელმძღვანელზე. მე არ შეიძლება მე სტიმულს მაძლევს ჩემი ხელმძღვანელი. როგორც ვიცი, ამჟამად თქვენ გყავთ ახალი ხელმძღვანელი, ქალბატონი ირმა ბიგანაშვილი, არის პროფესიონალი და საკმაოდ რო იტყვიან საპატივსაცემოა და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე არის ამჟამად ირმა. ქალბატონო ელენა, თუ არა პედაგოგი, კიდევ სად მოიაზრებდით თქვენ თავს, ან ვინ იქნებოდით როგორც პიროვნება, როგორც აი პროფესია, რა პროფესია შეარჩევდით კიდევ? ალბათ ისევ და ისევ პედაგოგი, ეს ჩემი ცხოვრების გზამკვლევია, ჩემი ცხოვრების გზა, სხვა ვერაფერს ვერ ავიჩებდი, მაიკო. რამდენი წელიწადია რაც აქ მუშაობ და მოღვაწეობ? 35 უწყვეტი სტაჟით, 35 წელია. მესამე თაობას ვუშვებ უკვე, რაც აქ მუშაობ. არა, სხვანაირად არ შემიძლია. ისევ პედაგოგი ვიქნებოდი. და აი რას ურჩევდით? ვინც ახლა იწყებს აი პედაგოგობას, რას ურჩევდით აი ამ დამწყებ პედაგოგებს? კითხვა.
რას ვურჩევდი? სამ რამეს ვურჩევდი. ვურჩევდი პირველ რიგში თავდაჯერულებას, სითბოს, სიყვარულს და თავშეკავებულობას. ეს სამი რამე თუ ბავშვს სითბო არ აჩვენე, ისე ვერ იმუშავებ. მინდა ბევრი ამხსდელი ჩაერთო სკოლამდე დაწესებულებაში. სურვილი აქვთ, კი, ნამდვილად აქვთ სურვილი, რომ დაკავდნენ საბავშვო ბაღში ამხსდელის პროფესიით და ამიტომ თქვენი რჩევა, აი მართლა გულიდან წამოსული რჩევა იმდენს წაადგება, რჩევა დარიგებად. გულწრფელობა, სიყვარული, ეს სამი რამე რაც ბავშვებთან გაახლოვებს და აუცილებელია ეს თვისებები უნდა იყოს პედაგოგში, აღმზრდელში, ბაღის აღმზრდელში, ხო? ელენა, ინკლუზიური გარემოს შესახებ რას გვეტყოდით და სპეცდანიშნულების უკაცრავად სპეცდანიშნულების მოსწავლეები თუ სარგებლობენ იგივე უფლებებით, როგორც სხვა აღსაზრდელები? მადლობა ამ კითხვისთვის. მე როგორც ბაღის ფსიქოლოგი სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ყველა ბავშვი ამ მხრივ და ინკლუზიური ბავშვი დაცულია ყველანაირად. დიახ, მათ იგივე უფლებები და თავისუფლებები გააჩნია, როგორც სხვა აღსაზრდელებს. აი ეს არის მისასალმებელი ფაქტი, ნამდვილად მისასალმებელი ფაქტი, იმიტომ რომ გარემოს და თანასწორ უფლებიანობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აი ესეთ ასაკის ბავშვებში. ხელს ყველანაირად ჩართული ვართ. აქტივობებში არიან ჩართული. ნამდვილად და ყველანაირი მიდგომა ასეთ ბავშვებთან. დამოკიდებულება ასეთ ბავშვებთან არის იგივე, რაც ინდივიდუალურად სხვა ბავშვების მიმართ. და როგორც ახლა შემოდგომა, ვიცით რომ ეს ხვავი, დოვლათი, ბარაქა, გარეთ ესეთი ლამაზი ფერებია, დარწმუნებული ვარ თქვენ ღონისძიებებს მიუძღვნიდით, საშემოდგომო ღონისძიებას მიუძღვნიდით და სასიამოვნო აქტივობებით იქნებით დაკავებული ამ ეტაპზე. და აი რამე თუ შეგიძლიათ მოკლედ მოგვიყვეთ, იმიტომ რომ ჩვენი სოციალური ქსელი აჭრელებული აი თითოეული ბაღიდან არის დადებული ფოტოები, როგორ აქტიურად არიან ჩართული აი ამ საშემოდგომო მოსავლის აღებაში, როგორი ხალისით ახართ ესე შებმული ამ ფერხულში ჩაბმული როგორც პედაგოგები, ისე თქვენი აღსაზრდელები. ნამდვილად ალბათ გამოიცანით ქალბატონო მაიკო, რომ მე ყველაზე ძალიან შემოდგომ წელიწადის ეს დრო მიყვარს შემოდგომა. ნამდვილად მდიდარია შემოდგომა, როგორც ხვავით, ბარაქით, ისე ჩვენ ბაღში მადლიანი შემოდგომა. ბავშვებს ძალიან უხარიათ, ბევრი აქტივობები ჩავატარეთ შემოდგომასთან დაკავშირებით, ბევრი ემოცია იყო ბავშვების მხრიდან. მათაც უხაროდათ და ჩვენც გვეხარია, ამოვავლეთ ჩურჩხელები, შევაგროვეთ ლამაზი ფოთლები, ბავშვებმა გადმოსცეს ის გრძნობები, ის ემოციები, რაც ჰქონდათ და ყველას დაამახსოვრდა დიდსაც და პატარასაც. გეგმავთ ახალი წლის ღონისძიებებს კარზე მოგვადგა, როგორც გითხარით, ყველა დღე საინტერესოა და ბევრი გეგმები გვაქვს ერთიანი გუნდით, ერთიანი ძალისხმევით, ძალიან ბევრ საინტერესო ღონისძიებებს გავმართავთ. ელენე, როგორც ხვაწმოსილი პედაგოგი და ამჟამად ფსიქოლოგი, აი რას გვეტყვით თქვენი მომავალი გეგმების შესახებ და აი როგორ მოიაზრებთ თქვენ თავს მომავალში, როგორც ფსიქოლოგი და როგორც ხვაწმოსილი პედაგოგი? მადლობა ამ კითხვისთვის. ისევ და ისევ ჩემ თავს ურჩევდი, რომ მეტი ვიმუშავო, მეტი ძალისხმევა, მეტი პასუხისმგებლობა ისევ და ისევ, მეტი მეგობარი გავიჩინო ბავშვის სახით, მეტად მოვუსმინო, ისევ მეტი სითბო, რაც ვერაფერს ვერ შევცვლიდი. კი, რაც დაგეხმარებათ როგორც პიროვნულ განვითარებაში, თქვენ ასევე ბავშვთან დამოკიდებულებაში. და თქვა ეს არ მინდა რომ გამომრჩეს. ალბათ ამდენი წელი, იმიტომ შემოვჭი, რომ ბავშვი არის
ცით რა არის, რა მინდა ვთქვა. იტყვიან ხოლმე, ვინც ბავშვთან მუშაობს, არ ბერდებაო. ასეთი რამე მინდა. ალბათ ვიტყვი ხოლმე, ხან უბერებელი ვარ მეთქი. ყველაფერი გავიწყდება, მაიკო, ისეთი რამ არის. ბავშვთან ურთიერთობა, ყველა პრობლემა გავიწყდება და უფრო ახალგაზრდა ხარ, უფრო ენერგიული ხარ. ყველაფერს ტოვებ და ხარ მარტო ბავშვთან, ახალ რაღაცას სწავლობ, ახალ მეგობარს იჩენ და ალბათ ისევ და ისევ ვიმუშავებ ძალიან ბევრს საკუთარ თავზე და ბევრ თაობებს აღზრდით. ახალგაზრდა ვიქნები. ქალბატონო ელენა, დიდი მადლობა დღევანდელი ინტერვიუსთვის, ძალიან საინტერესოდ ვისაუბრეთ. მე მინდა კიდევ და კიდევ ერთხელ მოგილოცოთ თქვენი ასეთი შემართება და ასეთი მხნეობა და მოგისურვოთ მომავალში წარმატება. მადლობა თქვენი მობრძანებისთვის. გიყვარდეთ ბავშვები და სამყაროში გიყვარებთ თქვენ.